ეხლა ჩემ ძმასთან ერთად წავალთ ყუსპაზე. ჩემ ძმას ძალიან მიყვარს. მე ისე ძალიან არა, ხან დავდივარ, ხან არა, მაგრამ როცა კაი ხასიათზე ვარ, მივდივარ ხოლმე. და მაილოსთან ერთად. მაილო. ვედით. შენ გაზეთები უყე იყიდე? ოჰოჰო. სუტრა. კვირაში ესე ორჯერ, სამჯერ ვაპირებ ხოლმე და უფრო მიყვარს, როცა დასასვლელი არა ვარ სადმე, უფრო გვიან ამოსვლა. ვარჯიში და სირბილი არა, ჩემს თავარია ჰაერზე ვიყო, იმიტომ რომ ფაქტიურად სულ ვზივარ. სახლში ვზივარ, მე მანქანაში, მე სამსახურში ძალიან იშვიათად მიწევს სიარული და ერთადერთი ქალაქში ფეხით სიარული არ გამოდის. ჯერ არ გამოდის, იმიტომ რომ არ ვარგა ჩვენი ქალაქი უკვე სასიარულოდ, ადრე არა უშავდა შეიძლებოდა და მე კიდე რო გამოხვალ ეხლა არა უშავს, ისე ძალიან არ მეჩხუბებიან თორე. ადრე რო გამოვდიოდი ხოლმე ქუჩაში, ნუ ახლა უამრავი ნაცნობი ვიღაცა შეხვდება, გეტყვის რა საკეთებთ იმ პარლამენტში, ეს რატო მიიღეთ, ის რატო არ მიიღეთ. გავაჯერო რა ხა? რა ვიცი ნელა. წმენდავთ დაროჩკა, მაგრამ იმიტომ ახლა ფასიანს გავხდითო და მე გავწმენდავთო. ხალხი გადაერევა ეტყვის არ გვინდა ფასიანი, გაწმენდილი ოღონდ ვიაროთ. რა ვიცი ჩვენს ნელ-ნელა რაღაცა. სანდახე, საერთოდ სასახუთი. მეტეხში რაღაც შეხვედრა იყო, ხო? All'azzarella venta de primavera. წავედით ახლა მაილო. ნუ დავამთავრეთ. ხო დღეისთვის საკმარისია. ჩვენთვისაც და შენთვისაც. All'azzarella venta de primavera. Passato e mattineggiate spieghi in te vetrina attorno continente ti fa vampare. All'azzarella gomma sì, tu non mi piace proprio a me. E dire poco fa capita, perdo tempo appresso a te. არ რეკავთ, თუცა ხა ბავშვს აღარ ძინავს, მაგრამ მაინც. აი, ადმინისტრაციას ლექტორის ადრესა. Привет. გამარჯობა. ბებოსი ცოცხლე. ბებოსი ხარული ვინ არის? ჭკვიანად იყავი მე, ხო? მოდი, ხელი დამატვიერთე. მოდი. მაგარი ხარ. მაგარი ხარ. ლუკუშ. წავიდა ლუკა. ბახში. ყველაზე უფრო ვენდობი რეზონანსის ინფორმაციას. მე ვნახულობ ყველა სხვა გაზეთსაც. ყველაზე უფრო ისეთი ობიექტური და გარდა ამისა ისეთია რა. სერიოზული რამე შეიძლება წაიკითხო. შეხედე, უფასო პოლიტიკური რეკლამის შემცირებას ითხოვს ზედა რუსთავი და ნუ ახლა უფასო თუ შეამცირეს, სად არის ფული ვის აქვს, რომ ფასიანი გააკეთოს გარდა იმისა. ნაციონალურ მოძრაობის გარდა ფული ახლა არცაც აღარ აქვს უკვე. საუზმეს მე არ ვამზადებ და საერთოდ სახლში თითქოს არაფერს არ ვაკეთებ ესეთ ოჯახის საქმეებს. დედაჩემი რო გარდაიცვალა, დედაჩემი აკეთებდა ყველაფერს. დედაჩემი რო გარდაიცვალა, ცოტა ხანი მე რაღაცების კეთება რო დავიწყე, მივხვდი რომ მე და სამზარეულო ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. მალო, ეს არის ჩემი მარიამი. მარიამია წლინახევი, ეს არის ძალიან ეშმაკუნა და ჭყუის კოლოფი. ეს არ ჩამითვალონ დიდი საქმის კეთებად. ისე სხვათა შორის 1000 ერთხელ ვაკეთებ რაღაცას და როგორც ყველა ტრაბახოს მეც კარგად გამოვდის, ხაჭაპური გამოვდის კარგად. ერთხელ საცივის გავაკეთე და ჩემ დაქალებს ეხლაც არ ჯერორი, ჩემი გაკეთებული იყო იმდენად კაი იყო.
თორე ხა ისე რომ ზოგმა რო იცის რომ მე სამზარეულოშიც ტრიალებ, იმას ვაკეთებ ნამდვილად არ ტრიალებ სამზარეულოში. და ვერც ტრიალებ და არც ტრიალებ. არც მიყვარს სიმართლე რო გითხრა, იმიტომ კი არა რომ დრო არა მაქვს, არ მიყვარს. გია ცაგარიაშვილის არ იყოს გერკულესის ფაფაც მიყვარს. ჭამო ბებო. ჭამო ხვალცენ თენ. გარეთ გინდა. გარეთ გინდა, ხო, არა, გარეთ ვერა. მოვა ხათუნა და წაგიყვანს. ხო? ხათუნა მოვა ჩაიცვი მერე და წადი. მოდი ახლა ჩემთან. მოდი ჩემი ციხალული. მოიმერო სიტყვა. მოიმერო სიჩოჩხლია. Давай, беднера. Давай. Пока. ჩემი სიხარული. სიხარ ბებოს სიჩოჩხლია. ეს. როგორ უნდა წავისვათ რაღაცეები. ხო? 40 წლის მერე ყველა ქალმა უნდა სახეს მოუაროს ხო ბებიკო. ამიტომ საჭირო რაღაცების წასმა ცოტა. ძალიან ბევრს არა, მაგრამ აუცილებელი რაც არის, ის უნდა გავაკეთოთ. ოღონდ მაგრა უყარს. კოსმეტიკა და ყველაფერი ესეთი რაც ხალხს ეხება. ხელი არ იტკინო ბებო? აი, ხო, აბა რა უნდა გავაკეთოთ ბებო? ხო, აბა რა უნდა გავაკეთოთ? გვაჩვენე ბებო? და აქ უნდა მივიდეთ? აქ რა გინდა? დედიკო წავიდა სამსახურში ბებო. დედიკო წავიდა. შენი ფეხსაცმელები, შენი ჩექმები იქ არ არის ბებო? წამო შენ ოთახშია ბებო. მოდი. მე ვიცი რომ შენ ოთახშია ბებო. შენ ოთახში არ არის? აი, შენ ოთახში ყოფილა. ნახე როგორ იცის რა გამხადეთო ეხლა? და აბა რა ვქნათ ეხლა? The fun I've missed. Think of all the fellas that I haven't kissed. Next year I could be just as good if you. ეხლა რა ჩავიცვა ბებო? ყოველდღე ბებოს პრობლემაა. ყოველდღილის ფიქრობს ბებო. რა ჩავიცვა დღეს? Santa baby, I want a yacht and really that's not a lot. დამჭირდება, მაგიდები დამჭირდება, ცხადია. ალაფურშეთის ყველაფერი მოაქვს, მიკროფონი დამჭირდება. ალბათ ვნახოთ რა თუ PowerPoint-ში ვინმეს რამე ექნა გაკეთებული, მაშინ დამჭირდება ლეპტოპი, ეკრანი და პროექტორი. მოვაგვარეთ 5 პრეზენტაცია მაქვს წიგნის და იქ რაღაცები უნდა იყოს მოწყობილი და რა ჩავიცვე ჩემი მუდმივი პრობლემა. ხათუნა ისინი სად არის მოკლეყელიანები, შავები? შენ სად დამჯდარ ხარ მანდ? რატო ძიხარი ატაკზე? ჰა? რა გაგაგა? ადე. ადე, მოდი. გინდა წაგიყვანო ჩემთან სამსახურში, გინდა? კი, გინდა? აი ნახე, ოღონდ წაიყვანეს სადმე. წავედით სამსახურში, წავედით სამსახურში. აბა, წავედით. შეხედე როგორ იცის? რომ უნდა ჩაიცვას? ჩაგაცვა? შეხედე, მან უკვე გამოალაგა რა. ჩამაცვით, წამიყვანეთ. მაგარი ხარ ბებო. ეს ჩემი ქალიშვილია, რომელიც პარიზში დახატა ერთმა მხატვარმა. პრინციპში გავს. ლუკა, ჩემი უფროსი შვილიშვილი, ეს ლუკას ბიძაშვილი, ეს არის მარიამი, ეს არის ჩემი ქალიშვილის და სიძის ქორწილის დროინდელი სურათი. ჩემი ქალიშვილი უკვე 10 წელია უკვე ამერიკის საელჩოში მუშაობს და 20 წლის იყო რომ დაიწყო მუშაობა და 10 წელია ყოველდღე დღება 9:30-ზე მიდის სამსახურში, 6 საათამდე, ოღონდ ძალიან წარმატებულია. 2 წლის წინ ჩემმა ქალიშვილმა, 3 წლის წინ ჩემმა ქალიშვილმა მიიღო ჯილდო როგორც მთელი მსოფლიოს ამერიკული საელჩოების საუკეთესო უცხოელი თანამშრომელი. ეს არის ჩემი ოთახი. აქ ყველაფერი მაქვს, რაც მომჭირდება ჩემი კომფორტისთვის. ლეპტოპი, პრინტერი, ტელევიზორი, ის წიგნები, რომელიც მოცემულ მომენტში ხმარობ. ცოტა რომ გავხდებოდი, არ არის ცუდი, მაგრამ ეს არ არის ადვილი. დანარჩენეს იქ გავიკეთებ საპრეგმო ხერხში. სოციალური გავლენები, უმრავლესობის უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგია და დღეს მაქვს ამ წიგნის პრეზენტაცია და მანამდე ჩემ რამდენიმე კოლეგას პარლამენტში უნდა ვაჩუქო და დავპატიჟო პრეზენტაციაზე. ასე რომ რამდენიმე წიგნს წავიღებ. შავი პალტო ისე სულ გასაწმენდია ყოველ წუთში, მაგრამ ცოტა მათხელებს და მიყვარს. წავედით. მარო დედამის არ უყვარს მაროს რო ოძახი. მარიამი ქვია. ტელეფონი როგორც ყოველთვის მომაწოდე რა ხათუნა. არ არსებობს ვარიანტი რომ ტელეფონი არ დამრჩეს. წავედით. პაკა. წამო ხვალ. ვაიმე შენ შემოგევლები მე.
ცივა. დამაგვიანდა? არ ვენ დამაგვიანდა როგორც ყოველთვის, ხო? დავდივარ ყველაფერზე აქ. ეხლა ყოველ დღე არ დავდივარ, მაგრამ როცა პარლამენტის ხდომა, როცა ღონისძიება, მაშინ ყოველთვის ფორმაში უნდა იყო და რას. სად ვართ? შრომისთვის, კი. მადლობთ. ეხლა მივდივართ პარლამენტში. ვიწყებთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. კაირო დღეს 12-ზე იწყება, ცოტა მეტი დრო მქონდა. მე წიგნები დავჭა, მომაწოდე რა. გამარჯობათ. მადლობთ, რომ მოგზანდებით. კაი, აბა კარგად. თამ რო გამარჯობა, როგორ ახალ? რა ხდება ახალ-ახალი? გვაჩვენ ერთი წერილები რამე რა ხდება? ეს არის თამუნა, რომელიც ჩემი თანაშემწეა საზოგადოებრივ საწყისებზე, იმიტომ რომ თანაშემწეებს ხელფას არ უხდიან ჩვენთან. მაგრამ თამუნა ძალიან მონდომებულია, იურისტია, თან კონფლიქტოლოგიის მაგისტრატურაში სწავლობს. ესე იგი ეს ვისგან არის? ჩვენ რო ხო წერილი რო გადავაგზავნეთ, ხო? აბა რაო, რას ვაკეთებთო? ოხ ეს კი ვიცით ბატონო. კარგი რა. ეს ვიცით, მაგრამ ეხლა კომპენსაცია აქვს ამათ 46-66 ლარი, ხო? პენსია 55 ლარი და უნდა დააყენო იმ არჩევანის წინაშე ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ორივე აიღოს, ან ისეთი ფასი. ოხ, მერტო. აი ეს არის ეს გიორგი მერებზე დარჯანია რაო, მარტოხელა დედა, სოხუმიდან. საწყალი. გამოსვლია და ეს წერს ჭუბერის გუძუღეტეხით გამოვედიო შვილთან ერთად 12 წლის იყო ჩემი შვილი მაშინო და ძალიან კარგი შვილი გავაზარდა და ეხლა ერთი წელიო ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა ისე არასისტემატიურად. მაგრამ ეხლა ოჯახის და ეკლესიის თანადგომით გაიარა მკურნალობის პროცედურა და რამდენიმე თვის წინ კი გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში იქნა აყვანილი ვინმე დავით სიდამონიძესთან ერთად ყოფილი სოდის თანამშრომელი. სამი მძიმე მუხლი ჰქონდა სიდამონიძეს წაყენებული, სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს და ჩემ შვილს კი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით 8 წელი მიუსაჯეს. არასდროს არ ყოფილა ნასამართლები და გთხოვთ დამეხმაროთ როგორც დედას, იმიტომ რომ ჩემი შვილი უდიდეს მორალურ ფსიქოლოგიურ კრიზისშია და დიდი მდგომარეობით ოჯახისთვის. საწყალი, რა გამოსწორდება იქ თუ რატო უნდა იყოს ციხეშია? საუყენეს მძიმე მუხლი და სასამართლოში ის გაანთავისუფლეს და ამას მოხმარების ბრალდებით 8 წელი, ამბავი. ხო, ამას პოსტს გავგზავნით და გავაკეთოთ წერილი. ვის ვთხოვოთ ახლა სასამართლო დარბაზიდან? იუსტიციის სამინისტროს ალბათ. არა, 5 საათზე მაქვს წიგნის პრეზენტაცია და ახლა მოხვედით? პირველ კორპუსში გვაქვს წიგნის პრეზენტაცია. სახელმწიფო პენსიის შეხედე სახელმწიფო პენსიის 55 ლარი რომ მიიღონ, აი რო აღარ უნდოდეს ადამიანთან აიღოს, თქვას რომ მე მინდა პენსია, ხო აქ უფლება. საჭირო თანხაა თვეში 161 ხოლო წლის განმავლობაში მილიონ რაღაც ლარი, რაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს 2008 წლის ბიუჯეტში. ესე კიდეც რომ უნდოდეს ამ ადამიანს რომ აღარ მინდა აკადემიური სტიპენდია და მინდა პენსია, როგორც მეკვეთნის, ხო? რომელი განსხვავება იქ 46 ლარი იყო და 55 ლარია, ფული მაინც არ არის იმაში ბიუჯეტში. ეს არის სხვადასხვა დროს მიღებული სერტიფიკატები. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ისეთი პრესტიჟული ფულბრაიტის პროგრამა არის ასეთი, რომელთაც კონკურსია და კონკურსში თუ გაიმარჯვებ, მთელი მსოფლიოდან მეცნიერები მიდიან ამერიკაში კვლევისთვის და ლექციების დასაკითხად. მე 2000 წელს მივიღეს, 2001 წლები და ვიყავი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ცხოვრობდი ვაშინგტონში. და ეს იყო ძალიან კარგი პერიოდი, იმიტომ რომ გაქვს ყველა პირობები მუშაობისთვის და ძალიან კარგი დრო იყო რა. ეს ორი არის მედიატორის სერტიფიკატი.
სერტიფიკატი. რომ ეს არის ესე იგი ძირითადი მედიაციური უნარები და ეს მაქვს სასამართლოში შემიძლია მედიაციის ჩატარება, ასე ვთქვათ, ეს სერტიფიკატი მაქვს. ეს არის სხვადასხვა დროს მიღებული სერტიფიკატები. Thoughts keep roaming through my mind. They're all of you. I wonder if you're dancing with somebody new. შეიძლება ერთი ინტერნეტ პროვაიდერი იყოს თელ საქართველოში, რამდენიმე ინტერნეტ პროვაიდერი იყოს, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო კარგად მოემსახურება. ეხლა არის ერთადერთი ინტერნეტ პროვაიდერი. გინდა არ გინდა? წავედი ხა. აბა კარგად. ეხლა მივდივართ პარლამენტის ხდომაზე, პლენარული ხდომა ჩვეულებრივ 12 საათს. ავალ ჩემს სამუშაო ოთახში, იმიტომ რომ აქ ისეთი საკითხებია, რომ განსაკუთრებით საინტერესო არ არის ჩემთვის. წავალთ ოთახში და ვიმუშავებთ. მადლობთ, ხე როგორ ბრძანდებით. სახელმწიფოს, ეხლა მთლად ლიბერალიზმი მგაგებით არ გვინდა, რომ სახელმწიფოს უნდა დარჩეს ჯანდაცვაზე, სოციოზრუველყოფაზე, განათლებაზე, პასუხისმგებლობა იმ გაგებით, რომ ბიუჯეტიდან ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენაერ ქვეყანას ალბათ ძალიან გაუჭირდება, რომ ბიუჯეტიდან არ იყოს ეს, ესე იგი. რაღაცა წლები რო გავა და დაგროვდება დოვლათი და უკვე საშუალო კლასი იქნება დიდი, მაშინ სხვა ამბავია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩემი აზრით. და ამიტომ მინდოდა თქვენთან კონსულტაციები, რომ რა შეიძლება ეს რაღაც პატარა ბლოკი. ხო. აბა კარგად. ეხლა მივდივართ, ჯერ გავივლით სახლში, ცოტას იქნებ მოვასწროთ წახემსება და მე 3 საათზე მაქვს შეხვედრა უნივერსიტეტში. აბა ჯერჯერობით. ხო, კარგი. აბა კარგად, ჯერჯერობით. ტელეფონი ხო წამოვიღე? კი, ყველაფერი აქ არის. I let the beast in too soon. I don't know how to live without my hand on his throat. I fight him always and still. Oh, darling, it's so sweet. You think you know how crazy I am. ამ გზას მივყვები 20 წელია. მეტი კიდე მე მგონი. ჯერ სტუდენტი ვიყავი, მაშინაც მეორე კორპუსში ქონდა ლექციები. მერე კათედრაზე, დოცენტი, პროფესორი კათედრისგან. ასე რომ ეს არის ძალიან ჩემი მშობლიური ადგილი. მეორე სახლი თუ შეიძლება ეს და ძალიან მიყვარს უნივერსიტეტი. ეხლა ამას ხიობა კონფლიქტოლოგიის ცენტრი, გავხსენით ჩვენ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტი. მე ვარ ამ ინსტიტუტის დირექტორი და აი აქ გვაქვს რამდენიმე ოთახი. გაგვიღეთ. გაუმარჯოს. როგორ ახართ? Hi, Michaela. Sorry, I'm a little bit late. How are you? So, what now about our courses? And about your other project, what you are in research or you need to include our students? Maybe. So, this is Lederach. It's exactly what we need. მიქაელა არის Fulbright-ით ჩამოსული, როგორც მკვლევარი, როგორც და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ წაიკითხავს ჩვენთან ლექციებს სტუდენტებისთვის, საერთაშორისო კონფლიქტები და მშვიდობიანი გადაწყვეტა. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენ გვექნება ერთსემესტრიანი კურსი, რომელსაც დაესწრებიან ჩვენი კონფლიქტოლოგიის მაგისტრები და ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის მაგისტრები. რა შვებით ახლა თქვენ? შენ რა გასებული ხარ? აუ რა სახი, ვერატომ ახვედი სიცხიანი?
სხვა დროს მოსულიყავი რა. კი არ ჩაუბარებ დღეს მე უწყისებს. აბა კონფლიქტის მოგვარება, ხო? აბა შენ რა გაკეთებული? შენ რა საჭიროებს? აბა მაჩვენე. გაეროს როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. ამაზე ჩვენ ინტერნეტი გერა უამრავი ლიტერატურა გვაქვს აქ. შეგეძლოთ აქედანაც გაკეთებია. ხო, ინგლისურიდან იყო. რელიგიური ლიდერები ისრაელში. ეს ცნობილი ალექსანდრიის. კაი, ესენი ესე იგი შაბათისთვის, ხო? დღეს გვქონდა გამოცდა მშვიდობის მშენებლობაში მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებთან. მათ ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ უნდა დაემუშავებიათ მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოცემული შრომები, ინგლისურენოვანი შრომები და ამის შესახებ მოეთხროთ და გარდა ამისა, წიგნიდან უნდა მოემზადებიათ მშვიდობის მშენებლობის სტრუქტურა როგორია, მოლაპარაკებები რა ტიპის შეიძლება იყოს, მრავალარხიანი დიპლომატია როგორ მიდის და ამაზე, ესე იგი დღეს პირველი ნაწილი ეს თქვა ჩავიბარეთ ის ლიტერატურა რაც გააკეთეს და შაბათს სხვა მეორე ტიპის საკითხებზე იქნება ლაპარაკი აი მშვიდობის მშენებლობის სტრუქტურა როგორია. ძალიან კარგი ბავშვები არიან და ძალიან საინტერესოს ვიგებ მეც მათგან. რა ვახართ? გამარჯობათ, როგორ ახართ? ხო, გააკეთეს ხო ყველაფერი? ძალიან კაი. ეხლა ავდივარსოთ, გიოს მიეცი წიგნი? კი, გიოს გადავიცი, გია გადმოვაუციებად, ეხლა გადმოვა 5 საათისთვის? ნორჩქიმიკოსთა სკოლის პრეზენტაცია იქით კეთდა, გადმოვაუციებად. შეიძლება ძალიან ცოტა კაი. შეაგვიანოს, ებრაელები მოდიან. ნოდა როგორ ახარ? დიდი მადლობა. როგორი პუნქტუალური ხარ? ისე მე უნდა გამოვიდე? შენსა გამოხვიდე ხო, რაღაცა 2-3 სიტყვა თქვი, ხო წაიკითხე და. კი, კაცო. რაც გინდა თქვი რა. ბიჭო, არ გახსოვს შენ დისერტაცია? ხო და მით უმეტეს ხო, ოპონენტი იყავი. მით უმეტეს, რაც გაგიხარდება ის თქვი. ხო, რა ვქნათ ახლა? ხო, ეს წიგნი არის ესე იგი სოციალური გავლენის ფსიქოლოგია, რომელიც ეთვლება ძალიან მნიშვნელოვან ფენომენს. ეს არის ის, რაც ადამიანთა ცხოვრებაში არის მთავარი. ეს არის ჯგუფის გავლენა, სოციუმის გავლენა, რის გარეშეც არც ერთი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. მიუხედავად იმისა, უმრავლესობა რომ დიდია, დიდი რესურსი აქვს, თქვათ, მაინც მასაც აიძულება, რომ უმცირესობას დაუთმოს ხოლმე. თუ კი ჩვენ ვინმე გვინდა გავლენის წყაროდ გამოვიყენოთ, ეს იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, როგორია განწყობა მის მიმართ. გამარჯობა, დიდი მადლობა. ძალიან პრაქტიკული შედეგებია. ბევრი ისეთი, რომელსაც თუ კი ყურადღებთ წაიგეთ, ამის გამოყენების გარეშე სოციალური მართვა არ გახორციელდება და საზოგადოების მართვა შეუძლებელია თუ კი არის როგორ მუშაობს უმრავლესობის და უმცირესობის თავისებურებები ამ ურთიერთობაში. და ეს მართვა ჩვენთან არის საქართველოში. იცით რა შესაქმე? ახლა საქმე იმაშია, რომ ხა ადამიანები არ მოც ინტუიტურად იციან ეს რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ მოიპოვონ გავლენა. უმცირესობაში ყოფია თუ უმრავლესობაში ყოფენ. მაგრამ ასეთ საფუძველზე რომ მეცნიერულ საფუძველზე ამას ითვალისწინებდეს ვინმე ჯერჯერობით არ არის, იცით, იმიტომ რომ როდესაც არის ავტოკრატული სახელმწიფო, მას არ ჭირდება ამის გათვალისწინება, ისიაც მაგარი ვარ, ძლიერი ვარ, დავარტყამ ხელს და ყველა დამემორჩილება, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში ტყობაში ყოველთვის გინდა გაითვალისწინო, იმიტომ რომ უმცირესობას უნდა მოგებრო. დამალე ახლა თორე ყველას ახლა მოუნდება რომ ეს კალისტორი ვისენოდ არის ხო? მადლობა ჩემო კარგო, მადლობა.
ადლო პარლამენტარები ვერ მოდიან, იმიტომ რომ აქვთ კენჭისყრა 5 საათზე. და მე რა ვიცოდი, ახლა 25 კაცი მაკლია, არა უშავს. ხო იცი ხა როგორ უნდა გაკეთდეს ხელსაწყოები და რაღაცები. იცი როგორ მუშაობდნენ ფსიქოლოგები, ვინც იქ მიდიოდა, იმათ ქონდა 10 მაგიანას გაურება. პროფესიული დაოსტატებებში, რაღაც პროფესიული რაღაცები, სტრესების მართვაში, სტრესების მართვა არის უზარმაზარი რაღაცა. თქვენს რომ თქვენო რაც უზარმაზარი ის გაქვთ შესაძლებლობები კი, სტრესების მართვაში და იმაში კიდე და კაია რა, ბევრი რაღაცები შეიძლება გაკეთდეს რა. მოიფიქრეთ და შევთავაზოთ. კი. კა დავიწყოთ მაშინ რა კითხვა მოხდით ხო? ნოდარ, დავიწყოთ მაშინ, კაი? მე რამაზიც უნდა მოქაქანდეს. მაგრამ აუცილებელია თქვა თუ თვითონ ხო გთხოვთ ხო მაშინ. სად არის მიკროფონს ვიმთავ ჩართულია ეს ხო? მე მესმის რომ ეს დიდი პატივია რომ თქვენ აუდიტორია დაინტერესებული ბრძანდებით ასეთ საკითხებზე მოსმენისთვის და ეს ჩემთვისაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს მე სამწუხაროდ არ ვარ ადამიანი, რომელსაც ეხერხება ბევრი წიგნების წერა. ლაპარაკი მეხერხება, მაგრამ აი წიგნების წერა, სტატიების წერაც მეხერხება, იმიტომ რომ იქ რაღაც დედლაინებია ხანდახან რომ კონფერენცია, კონგრესია და სხვა. ასეთ შემთხვევაში ცოტა მიჭირს ხოლმე დროში ჩატება და ამასთან დაკავშირებით ახლა ძალიან ამერიკული გამომივა, წიგნზე არ დამიწერია, მაგრამ ჩემ ძმას კუკური მახრაძეს ვიდა გასაკუთრებული მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ყოველი დღე იწყებოდა იმის, რა შვება შენი წიგნი. და მე უკვე ბოლოს რო უთხარი რომ დავამთავრე ეს წიგნი, ნუ ამოვისუნთქე მეც. ადამიანის ცხოვრებაო როგორც ტოლსტოის აქვს, ესე იგი ხაჟდენიეპა მუკამ, ადამიანის ცხოვრებაა ხაჟდენიეპა გრუპამ. ჯგუფი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, ადამიანის ღირებულებებზე, ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. იწყება ხოლმე ესე რომ უმცირესობა ძალიან რადიკალურია, განსხვავებულია, ცოტა ექსტრავაგანტურია, რომ დამინახეთ, რომ მე ვარსებობთ, შემამჩნიეთ, რომ მე შემიძლია ეს. აი მე უკვე თანდათანობით ხდება ესე რომ თუ კი ესე იგი უმცირესობა იძენს ძალაუფლებას, მე ესე იგი ამ გარკვეულ გავლენებს, მე მას აღარ ჭირდება უკვე ასეთი ექსტრავაგანტული თუ ასეთი განსხვავებული თუ რადიკალური ქცევები. ამიტომ ეს მექანიზმიც არსებობს უბრალესობა უმცირესობის ურთიერთობებში და მე მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვათ ხაზი, რომ უმცირესობა რო არ ყავდესო, უნდა გამოიგონო, უნდა ყავდეს. იმიტომ რომ როცა იქიდან განსხვავებული აზრი მოდის, აი ჩვენმა ექსპერიმენტმა დაგვანახვა, რომ უბრალესობის გადაწყვეტილება გაცილებით უფრო ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ კი არსებობს უმცირესობის განსხვავებული აზრი. თუ კი უმრავლესობაში განსხვავებული აზრი არ მოდის, ასეთი უმრავლესობა ჩლუნგდება და მისი გადაწყვეტილების ხარისხი უფრო და უფრო დაბალია. აი, როდესაც უმცირესობიდან მოდის განსხვავებული აზრი, შეიძლება უმრავლესობამ არ მიიღოს ეს აზრი, მაგრამ როდესაც უმცირესობა დაჟინებით არის და თანმიმდევრულია თავისი პოზიციის გამოხატვაში, უმრავლესობა იწყებს სიტუაციის ხელახალ ანალიზს. იმიტომ რომ რატოა ეს ხალხი ესე დარწმუნებული, ეს უმცირესობა, რატო ამბობს ამას ასე და დაიწყებს სიტუაციის ანალიზს და აღმოაჩენს ხოლმე ხშირად ისეთ ალტერნატივებს, რომელსაც ვერც დაინახავდა, რომ არსებობს ეს ალტერნატივა, რომ არ ყოფილიყო უმცირესობის გავლენა. ხა ჩვენ სიტყვის დონეზე კი ლაპარაკობთ ამას, რომ განსხვავებული აზრი, მაგრამ რეალურად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, როდესაც ყველა უცებ გვეთანხმება. ამიტომ ამას რაღაც შინაგანი დემოკრატია სჭირდება ალბათ, რომ მზად ვიყოთ ამისთვის და ასეთი ტიპის წიგნება შეიძლება იცით, აი ერთია რომ რაღაც ინტუიტორად ცნობ და მე ექსპერიმენტული მასალები რო გიმტკიცებს ამას, ეს უკვე რაღაც გარკვეულ საფუძველს მოგცემს იმისთვის, რომ რატოა ეს საჭირო. და აი განწყობის ფსიქოლოგიის მონაპოვარი შევეცადეთ, რომ აგვეხსნა ძირითადი ფსიქოლოგიური მექანიზმები და მიგვაჩნია, რომ თუ ამ წიგნს, ესე იგი, წაიკითხავს ის ადამიანები, ვისაც მართვაში აქვს საქმე, ძალიან ჩვეულებრივი მკითხველი ადამიანის, რაღაც გარკვეულ ცოდნა შეიძენს იმაზე, რომ უფრო კარგად მართოთ ურთიერთობები სოციალურ გარემოში. დიდი მადლობა, ბევრი ლაპარაკით შეგაწყინეთ თავი, მაგრამ მინდოდა გცოდნოდათ რა იყო ამ წიგნში. ჩვენი სიცოცხლე ეს არის სხვადასხვა ჯგუფებში მოგზაურობა, ასე ვთქვათ, დაბადებიდან სიცოცხლის დასასრულამდე, როცა ადამიანი ძალიან ბევრ ჯგუფში უწევს ურთიერთობა და ყველა ჯგუფი გარკვეულ გავლენას ახდენს მასზე და ეს საინტერესო ამ წიგნში ჩემი აზრით არის ის, რომ აქ ჩვენ ძალიან დაწვრილებით განვიხილეთ ის ფსიქოლოგიური კანონზომიერები, რომლითაც უმრავლესობა და უმცირესობა ურთიერთობს ერთმანეთთან. ეს პრეზენტაციაც ჩავატარეთ, ძალიან კარგი რომ ბევრი ფსიქოლოგი იყო და ბევრი წამოიღე ის რაღაც აწიგნები არ არის, ხაღალდია, მაინც წავიღოთ და დავაგდოთ. ასე რომ ეხლა წავალთ სახში. თუ კიდე რამე არ გამოხდა სანდვე წასასვლელი, დავისვენებთ. ესე იგი, შენი ძმის ზაღლი ვერც ერთხელს ვერ იტანს, მე მგონი, რომ დაგინახავს, რას ყებს, სულ მეშინია.
Всё, აბა, კარგად იყავით, პაკა. Чао, чао. კაი. სახშიც მოვედით. ეხლა რო კიდე სადმე წასასვლელი ვიყო, ნამდვილად ძნელი იქნება. ეხლა ბავშვებთან. აი ეს ახალი ბაჩები გაჩვია ბებო Santa baby just slip a sable under the tree ესეც ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღე ეხლა იმედია საღამოს აქტუმარიან მოვადრებე და შემეძლება მექნება საშუალება რომ ამათთან ერთად დავისვენოთ აბა კარგად